ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, გამოსავლის გზებზე და ბიზნესის როლზე საუბარს უკვე სტუდიის სტუმრებთან ერთად გავაგრძელებ. ნუგზარ კევლიშვილი, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ასევე რადიკო ჭოლამაზაშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე და მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი შემოერთდნენ სტუდიაში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მაია, თქვენით მინდა რომ დავიწყო. გრედას პოზიცია მაინტერესებს ამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ ასევე საშუალება გქონდა პრემიერ-მინისტრისთვის, სოცნების პრემიერისთვის მოგვესმინა. ის ამბობს, რომ ის კრიზისი, რაც რეალურად შეიქმნა და რაზეც ბიზნესი საუბრობს, უკვე ამოწურულია და ის დანაკლისი, რომელიც ბიზნესმა მიიღო, ეს აღდგება ყველაზე გვიან იანვრის თვეში. რა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგა თქვენი სექტორი და პირველ რიგში პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე გრედას გისმენთ? ჩვენ ვინაიდან ვართ დარგობრივი ასოციაცია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკის სექტორის განვითარება, პირდაპირ ვთქვი, საქმიან ურთიერთობაში ვართ, შესაბამისად ჩვენს ხელისუფლებასთან და ჩვენ გავაგზავნეთ წერილი გავუგზავნეთ ბატონ ლევან დავითაშვილს, სადაც კონკრეტულად აღწერეთ, რა არის ის რისკები, რომლის წინაშეც სექტორი დღეს დადგა უკვე და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არის კაპიტალტევადი სექტორი და დღეს თქვა თუ ჰორეკა ბიზნესმა უკვე იგრძნო ეს ყველაფერი და იგივე თქვა ტურიზმმა იგრძნო, ჩვენი სექტორი დარწმუნებული ვარ, უბრალოდ დროის ამბავია და მეტი სხვა არაფერი, იგრძნობს უახლოეს 2-3 თვეში. ანუ პირდაპირ ვამბობ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. დღეს თუ რაღაცა თვალსაზრისით მიმდინარეობს, ნახეთ, უკვე დაწყებული პროექტების მშენებლობა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაგრძელდება, ან ახალ ინვესტიციებს მივიღებთ ჩვენ. ჩვენ იქ ძალიან კაფიო და მკვეთრად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ნახეთ რასთან მიმართებაში. ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ ვიყოთ ენერგეტიკული ჰაბი და ყოველ შემთხვევაში გაჟღერებული იყო ასე. თუ გვაქვს ამბიცია შემთხვევით არ ვიყენებ ამ სიტყვას, ამბიცია იმისა, რომ ვიყოთ დერეფანი, ანუ რაც არის გაჟღერებული, ხომ? ამ ყველაფერს გარედან მიღებული ინვესტიციების გარეშე ვერ მივახცევთ. წარმოუდგენელია. და ამ დროს ჩვენ აბსოლუტურად ყველა წევრი დღეს ამბობს იმას, რომ ის უცხოელები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხედვა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. უცხოელებზეც აღარ საუბრობთ, მოდი ქართველებზეც ვთქვათ, ქართველებიც მათ შორის უკვე კითხვებს სვავენ, რამდენად ღირს საერთოდ ინვესტიციის განხორციელება. ახლა აქ სიუჟეტში იყო საუბარი ინტელექტუალურ გადინებაზე. უკვე ინტელექტუალურ გადინებაზეც აღარ არის იცით საუბარი. აქ უკვე კაპიტალის გადინებაზეა საუბარი. ანუ ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები აქვთ, უკვე ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ გააგრძელონ საქმიანობა და გადავიდნენ უკვე ცენტრალურ აზიაში და იქ დაიწყონ თავიანთი მიერ დაგროვილი, ასე ვთქვათ, კონკრეტული კაპიტალის ინვესტიცია. ეს ძალიან დასანანია. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია და ყველამ ვიცით ახლა რამხელა სარგებელი შეიძლება ამან მოუტანოს, იმიტომ რომ ვაწარმოებთ 6-7-8 ცენტად და ვყიდით 3-ჯერ 4-ჯერ, პროსტო ჩანსი არის 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტად რომ გავყიდოთ. ეს ყველაფერი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. დღეს 35 მილიონი არის გამოყოფილი იმისათვის, რომ ფსკერის, ასე ვთქვათ, შესწავლა მოხდეს. დღეს ეს არის. მაგრამ აი ეს რომ დასრულდება, მერე რა მოხდება? კითხვები აქედან მოდის. ამიტომ თქვი, რომ ენერგეტიკა შეიძლება დღეს კაფიოდ ვერ გრძნობს განსხვავებით სხვა სექტორებისგან, მაგრამ აუცილებლად ვიგრძნობთ 3 თვეში. თქვენ ასევე საუბრობდით იმ ინვესტიციებზე, რომ აი განხორციელდა, ვთქვათ, პირველი კვარტლის, მეორე, მესამე, მეოთხე კვარტალს უყურებდით ჩვენ ინვესტიციებს, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ გენერაციაში კი არ მიდის ეს, არამედ გადამცემ ქსელებში მიდის. და მთავარი ინვესტორი ვინ გვყავს? ენერგოპრო და თელასი. ჩვენ არ გვყავს ახალი ინვესტიციები, არ გვაქვს და ეს ასე ვთქვათ კომპანიები დებენ გადამცემ ქსელებში. ინვესტიციის ხარჯზე იზრდება თუ იზრდება ამ შემთხვევაში. მაია, როგორც ამბობთ, თქვენ მიწერეთ ამ შემთხვევაში გადასახელით წერილი მიიღო ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. გასაგები ალბათ ამ რისკებზე წერთ თქვენ, ამ შესაძლო რისკებზე, რომლის წინაშეც დგება სექტორი. მიიღეთ თუ არა უკავშირი აი ამ წერილს? ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი. ჩვენ წერილს ვამთავრებთ შემდეგნაირად, რომ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი შეხვედრის და უშუალოდ საუბრის და იმ საკითხების განხილვის თუ როგორ ხედავს ვიცე-პრემიერი იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც არაერთ გზის არის ჩამოთვლილი, იგივე ენერგეტიკული ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით, რაც არაერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ბირთვია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით უკავშირი არ გვაქვს.
კი ბატონო, მე დაგიბრუნდებით აუცილებლად რა თქვენთან მინდა გადმოვიდე. ფერმერთა ასოციაცია იყო ერთ-ერთი ჯერ კიდევ თავიდან როცა ეს პროცესები განვითარდა ქვეყანაში, რომ შეუერთდა იმ 13 ბიზნეს ასოციაციას, რომელმაც გაავრცელა განცხადება და ყოველ შემთხვევაში გაემიჯნა გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ოცნების ხელისუფლებამ, ხომ? დღეს თქვენ სექტორში რა ხდება? აი, მაია საუბრობდა ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელ რისკებზე, რომლის წინაშეც ვდგებით, ხომ? აი, თქვენ სექტორში რა ხდება? როგორი მდგომარეობა მათ შორის მეტწილად ეს სექტორი დამოკიდებული იყო დონორულ დაფინანსებაზე და ძალიან დიდი როლი და წვლილი ჰქონდა დონორებს, ხომ? ამ სექტორის განვითარებაში დღეს რა სურათი მივიღეთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით რომ ბიზნესის ხმა ისმოდეს, იმიტომ რომ ბიზნესს ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად ქვეყნის განვითარებაში და ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, რომელსაც შევუერთდით სხვა ასოციაციებთან ერთად, გარდა ამისა, ჩვენ უკვე უშუალოდ 10 სოფლის მეურნეობის მცირე ასოციაციასთან ერთად ასევე გავაკეთეთ განცხადება, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა უშუალოდ სოფლის მეურნეობაში, რა რისკები არსებობს და რას გამოიწვევს ეს ყველაფერი. დღეს რო დავყოთ მოკლევადიან პერიოდში, რაც ასე ვთქვათ, უკვე დგება, ხო, მოთხოვნის შემცირებაზე იყო და ამაზე საუბრობს უკვე ჰორეკა სექტორი, ხო? რა არის ჰორეკა სექტორი? ძირითადად ეს არის საკვებზე მიმული, ხო, რომელსაც ფერმერები ამარაგებენ. შესაბამისად, მოთხოვნა შემცირებულია, მაშინ როდესაც წინა საახალწლოდ ვიცით, რომ ეს არის პიკური პერიოდი, ამისთვის ემზადება ბიზნესი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც ამ კუთხით. მართალია სოფლის მეურნეობაზე ხშირ შემთხვევაში არ აისახება ესეთი რყევები, იქიდან გამომდინარე, რომ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პროდუქცია, ხო, სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, არის შემცირებული ამ მხრივ მოთხოვნა. რაც შეეხება შედარებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დაფინანსებები, რომელიც მოდიოდა ევროკავშირიდან და დღეს არ ვიცით როგორ გაგრძელდება, ხო? ერთადერთი ვიცით, რომ ამ დაფინანსებების დიდი ნაწილი მოდიოდა სახელმწიფოს გავლით, დაახლოებით 90%-ზე მეტი, ეს იყო სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელსაც მე სახელმწიფო გასცემდა IAPS-ის ხია, სხვადასხვა დაფინანსებები, ისევ, ასე ვთქვათ, სექტორს აფინანსებდა ამ მიმართულებით და ეს გაჩერდება, როგორც ვიცით, ხო? შესაბამისად, ამ ზოგადად ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აქ არ არის უბრალოდ თანხებზე უბრალოდ საუბარი, ხო? მას შემდეგ რაც დაიწყო, ასე ვთქვათ, მივიღეთ DCFTA და დაიწყო უფრო აქტიურად ევროინტეგრაციის პროცესი, ხო, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 700-800 მილიონი არის მარტო სოფლის მეურნეობაზე და სოფლის განვითარებაზე წამოსული, ხო, აღარ ვსაუბრობ SME სექტორზე, რომელსაც ძალიან დიდი პორტფელი აქვს დაახლოებით 300 მილიონ ევროზეა წლიურად საუბარი, ხო, რომელშიც ასევე შედის, რა თქმა უნდა, სოფლად არსებული მცირე ბიზნესები და მათ შორის სოფლის მეურნეობის ბიზნესები. ამას შემოაქვს ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები, მაშინ როდესაც საუბრობთ თუნდაც სოფლის მეურნეობაში გლობალურ დათბობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელსაც სოფლის მეურნეობას და იმ რისკებზე სოფლის მეურნეობას ისედაც ბევრი აქვს, ხო? და პლუს ამას ემატება ის, რომ პერსპექტივა, რომ შემცირდება, ასე ვთქვათ, ეს დახმარებები და შესაბამისად სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია, მისი გადატვირთვა, განახლება, რომ სტანდარტები გაიზარდოს, ხო? ხშირ შემთხვევაში ვამბობთ, რომ სტანდარტებს ითხოვს ევროკავშირის ბაზარი და ჩვენ როდის მივახცევთ. მოდი შევხედოთ ეს სტანდარტები რისთვის არის კარგი, იმისთვის კი არ არის, რომ მარტო ევროკავშირის გავიტანოს სტანდარტი, იმისთვის არის კარგი, რომ ჩვენ გქონდეს ყოველ დღე უფრო ხარისხიანი პროდუქტი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი და ამას გვეუბნება სწორედაც განვითარებული ბაზარი, ევროკავშირის ბაზარი. აქედან გამომდინარე, პირველი რაც მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის ზრდა არის ჩვენთვისვე კარგი, ჩვენი მომხმარებლისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის კარგი და სწორედ ამაში გვეხმარება ევროკავშირი ამ დახმარებებით. და დღეს ეს შეჩერება არა მარტო კლავს, ანუ პერსპექტივა რა იყო, ხო? ჩვენ კარგ ვარიანტში უნდა მიგვეღო, ასე ვთქვათ, სტატუსი და უნდა გადავსულიყავით ახალ ეტაპზე. რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი სახსრები წამოვიდოდა როგორც განათლების კუთხით, როგორც სხვადასხვა გადაიარაღების კუთხით სოფლის მეურნეობაში, რომ კიდევ უფრო დავახლოვებოდით ამ პროცესს, ხო? ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში ვერ ხდება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ევროკავშირი სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და გაერთიანება, რომ ამაშიც გეხმარება,
რომ ამ კუთხით გაძლიერდე და მას რომ შეუერთდები უკვე იყო ძლიერი იმ კუთხით, რომ შესაბამისად ისარგებლო იმ ბენეფიტებით, რაც ამ მაღალმსყიდველობით უნარიან ბაზარს აქვს და შესაბამისად იყო ჩართული ამ ეკონომიკურ ჯაჭვში და სწორედ აი ეს ამ პერსპექტივის მოკლა გრძელვადიან პერიოდში იქნება სავალალო ჩვენი ოფისის მოვლენებისთვის. კი ბატონო ნუგზა, თქვენთან მინდა გადმოვიდე აი ეს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია. რა ასე ვთქვათ რა რისკების წინაშე გვაყენებს? თქვენ სექტორს რა რისკების წინაშე აყენებს? ძალიან მიხარია რომ აი ბოლო ორი კვირა ავახსენე კიდევაც წინა სიტყვაში ძალიან ხმამაღლა ისმის ბიზნესის ხმა და ბიზნესი დღეს უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში პირდაპირ და ღიად საუბრობს იმ მოსალოდნელ რისკებზე, რაც შექმნილ მდგომარეობაში რეალურად უდგას ქვეყანას და ამა თუ იმ სექტორს. თქვენ სექტორში რა ხდება და აი ამ პროცესებს რა გავლენა აქვს თქვენზე? მოგეხსენებათ, ეს არ არის პირველი ეთერი. აგერ ორი თვე შესრულდება, ორი თვის შემდეგ შესრულდება 3 წელი, რაც ჩვენი დარგი კრიზისშია, უსერიოზული კრიზისში და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მარტო ის ფაქტი, რომ ზესტაფონის ფეროშინადობი ქარხანა, რომელიც თითქმის 100 წლისაა, ისტორიაში პირველად გაჩერდა. ესეთი რამე არ ყოფილა. ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს დარგში არის წარმოუდგენელი მდგომარეობა. ეს რასაკვირველია, პირველ რიგში არის გამოწვეული გარე ფაქტორებით, იმ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება პირველ რიგში უკრაინაში და ევროპაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით, მაგრამ არიან რიგი ბიზნესმენები სექტორში, რომლებიც იბძვიან გადარჩენისთვის, არაჩერებენ წარმოებებს, გარკვეული ახალი პროექტები გააკეთეს და ახლა განვითარებული მოვლენებმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა. რატომ? ანუ სხვა ბაზრების მოძიება დაიწყო, თქვათ, ალტერნატიული არა ტრადიციულად, თქვათ, ევროპა და ამერიკა, აზიის ბაზრებზე დაიწყო პარტნიორების მოძიება და იქედან ის ვიზიტები, რაც იყო დაგეგმილი, გადაიდო ყველა ვიზიტი. ანუ ეს მდგომარეობა, რაც აქ ხდება, ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ესე იგი ამ ბიზნესის საქართველოში განვითარება. რა მოხდება, რა იქნება, ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი თანს დევს და თქვათ, იგივე ახალი კონტრაქტებზე მუშაობა, ახალი კონტრაქტების დადებას და იმ პროდუქციის მიწოდებას როგორ შეძლებენ თქვათ ეს კომპანიები. ძალიან ძიმე და ერთხელ თქვით ძალიან ძიმე მდგომარეობიდან ძიმეში გადავედით თქო და სამწუხაროდ უმძიმესამდე მივიდა დარგი ჩვენი. ეხლა ამ ბოლო მოვლენიდან გამომდინარე. კი ბატონო, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე და გამოსავლის გზებზე საუბრობთ ბიზნესთან ერთად. სტუდიაში არიან ნუგზა რკევლიშვილი, ფეროშინადობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ასევე რატი კოჭლამაზაშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე და მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი. მაია, თქვენთან მინდა გავაგრძელო საუბარი, ცხადად უკვე ჩანს რა კრიზისი არის, ეკონომიკური კრიზისი მათ შორის ქვეყანაში და ის რისკები, რომელიც დგას ამა თუ იმ სექტორში, ხო, გამოსავლის გზებზე რომ ვისაუბროთ, აი ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რა არის თქვენი აზრით? პირველ ეტაპზე აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება იმ საინვესტიციო იმიჯზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და იმ რეპუტაციულ რისკზე. ამასთანავე, მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენი სექტორიც მათ შორის ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ჩემი ინფორმაციით, აი ეს თანხები, რაც განსაზღვრული ჰქონდათ საქართველოსთვის, დროთა განმავლობაში მცირდება და ის არ იკარგება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. ანუ ეს უკვე გადაინაცვლა ყაზახეთისკენ, უზბეკეთისკენ და ასე შემდეგ. ანუ გააგრძელა ამ თანხამ თავისი შეიძლება ითქვას გზანახა, მაგრამ ჩვენი გვერდისავლით. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, მე პირადად მისვავენ კითხვებს საერთაშორისო ტიპის ინვესტორები, რომლებიც არიან ჩვენი წევრები. რა თქმა უნდა, მათთვის პოლიტიკური კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რამდენად დაცული იქნება მათი ინვესტიცია და რამდენად დაცული არის ის ინვესტიცია, რომელიც უკვე განხორციელებული აქვთ. სწორედ ამიტომ თქვენს მიერ დასმულ კითხვას რო უპასუხოთ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დიალოგი, საუბარი, აი ეს სირთულეები, რომელიც ჩამოთვლილი გვაქვს, შეიძლება ითქვას ამ წერილში, ამაზე რა პასუხები გავცეთ ჩვენ ინვესტორებს იმისათვის, რომ გარკვეულწილად ვიყოთ გარანტი, ხიდი, შუამავალი
ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის. მაია გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 20-მდე ბიზნესმენს შეხვდა. ანუ არის თუ არა საკმარისი რეალურად ცალკეული ბიზნეს ჯგუფებთან შეხვედრები და რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა იცოდეს რას აპირებს მოკლედ ამ კრიზისიდან გამოსვლის რა გეგმა აქვს ხელისუფლების. უმრავლესობა free business პლატფორმაზე, ვინც უერთდება ამ განაცხადს, არის ეს ხელახალი არჩევნები და არის დაპატიმრებულების გათავისუფლება, მოკლედ დეესკალაციის გზა, ერთადერთი გზა, რასაც დღესაც ხედავს კერძო სექტორი. ანუ თქვენ რამდენად მიიჩნევთ მნიშვნელოვნად, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მთავრობას ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან? კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეს კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ მივმართეთ ჩვენ ვიცე-პრემიერს, რომ შედგეს ეს დიალოგი და პირდაპირ გახსნილი საუბრით მივიღოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები. ჩვენი წევრები არ არიან მხოლოდ ქართველები, ესენი არიან უცხოელები და მათთვის კიდევ უფრო და მნიშვნელოვანია ის პროგნოზები, რომელიც უნდა გაჟღერდეს აუცილებლად, იმიტომ რომ მათი გადმოსახედიდან ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთადერთი გარანტი ვართ ჩვენ. და ის კითხვები, რომელიც არსებობს, ჩვენც უნდა გქონდეს პასუხები, რომ უფრო თავდაჯერებულად გავცეთ მათაც პასუხი. ეს არის ავსტრიული კომპანია, გერმანული კომპანია, ჩინური კომპანია, თურქული კომპანია, სომხური კომპანია, მრავალფეროვნება არის ამ თვალსაზრისით. ეხლა თქვენ აუცილებლად დასვით კითხვა შეერთებასთან დაკავშირებით ასოციაციების, რა თქმა უნდა, ჩვენ შიგნით დავსვით ეს კითხვა და მთავარი ასე ვთქვათ გამოწვევა იყო ის, რომ ეს უცხოელი კომპანიები მაინც უყურებენ აი ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ჩვენ ერთ პოზიციაზე უნდა ვიყოთ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ მივიღებთ ასე ვთქვათ, წევრებთან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება წერილს, წერილი აკუმულირებს აი იმ რისკებს, რაც არის და რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელსაც ხედავენ ინვესტორები. ამიტომ აი ამ თემების გადატანა გვინდა საქმიან დიალოგში და არა მხოლოდ საუბარი, აი ვთქვათ, ჩვენსა თქვენს შორის, რომ ეს როგორ მოვაგვაროთ, როგორზე პასუხი უნდა იყოს კონკრეტული, მკაფიო და აუცილებლად ფაქტებით გამყარებული იმისათვის, რომ ჩვენც მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ არ გავიდნენ, პირველ რიგში არ გავიდნენ და თუ არსებობს რაიმე სახის მცირე შანსი მაინც, რომ ისინი, ვინც არიან დამატებითი ინვესტიცია განახორციელონ, აი ამ ნაწილში წავეხმაროთ. თორე ახალ ინვესტორებთან მიმართებაში ნაკლები მოლოდინი გვაქვს სამწუხაროდ. ეს დავაზუსტებ, მაია, რამდენი ხნის წინ მიიღო ვიცე-პრემიერმა თქვენი? ორშაბათს მიიღო, ანუ საკმაოდ ახალი გაგზავნილია, შესაბამისად, ჯერ მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ვერც მოახერხა ამ ეტაპისთვის გაცნობა, მაგრამ ორშაბათს არის გაგზავნილი წერილი. ამ კი ბატონო, ნახოთ ექნება თუ არა გამოხმაურება თქვენ სექტორის ხმას. რატი თქვენ რა შეხედავთ გამოსავალს შექმნილ კრიზისის ვითარებაში? ნახეთ, ჩვენ გვქონდა ევროკავშირის დღის წესრიგი, ხო, რომლისგანაც მივდიოდით და ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებდით, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ამ სექტორის ტრანსფორმაცია. ყველა კუთხით, ხო, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი, რომ ეს დღის წესრიგი გაატაროს, ხო? დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ეს არის გაჩერებული, მას დაემატა ის, რაც ვნახეთ ქუჩაში, შესაბამისად პროცესი არის ფაქტიურად გაჩერებული. არ ვიცი, დიალოგის რეჟიმშიც როგორ შეიძლება ამის განმხდვა ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივის დაბრუნება იმ კუთხით, რომ ჩვენ უკვე კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა დარგში, რომელსაც ჭირდება ძალიან ბევრი პასუხი და ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით. და შესაბამისად დღევანდელი სიტუაცია ამის, ასე ვთქვათ, საპირისპიროს გვეუბნება. ამიტომ ძალიან რთულია, თუნდაც ფერმერს ვესაუბროთ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე და ასე შემდეგ, როდესაც ხედავთ, რომ მეორე მხრივ ფაქტიურად გაჩერებულია ამ მიმართულებით, ხო? ასე ვთქვათ, ძირითადი დღის წესრიგი, რაც ქმნიდა და ისთვისაც ვიქმნებოდა ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტიურად გაჩერებული და როგორც ხედავთ, ამის პერსპექტივა საერთოდ არ ჩანს ამ პირობებში, ხო? რაღაცა ველოდებით, რაღაცა სხვადასხვა პერიოდებს თითქოს რომ რაღაცა გადავადეს და რაღაცა დაწყნარდება, მაგრამ სიტუაცია კიდევ და კიდევ უფრო რთულდება ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია თუ არა ის განცხადებები, რასაც ჩვენ შევუერთდით, როგორც ცალკეული ბიზნესები და ასე შემდეგ, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ის ძირითადი მოთხოვნები, რაც გაჟღერებულია, რომ მოხდეს ეს და შემდეგ ასე ვთქვათ, გადაიხედოს ზოგადად ეს პერსპექტივა.
რატი დონორების განწყობები და დამოკიდებულება რამდენად შეიცვალა ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების დროს იყო ასე ვთქვათ გარკვეული მოლოდინები რომ ისინი შეაჩერებდნენ იმ პროექტებს რომელიც დაგეგმილი იყო ხომ საქართველოში აი თქვენთან მიმართებაში როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება ანუ გაჩერდა თუ არა პროექტები რა მოცულობის პროექტებზე არის რეალურად საუბარი კი ბატონო, ანუ დღეს კულმინაციურ ეტაპზე ვართ, თუმცა არ ვიცით ეს კულმინაცია თუ კიდევ უარის გველოდები ხო, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო, კი ვიცით, როდესაც ხო ჯერ ერთხელ შემოვიდა ეს რუსული კანონი, რასაც მოხდა განცხადებები, ჩვენს გავაკეთეთ განცხადება, რატო იყო ეს ცუდი, მე მეორე და მოვედით აქამდე, ხო, შესაბამისად ეს გაფრთხილებები რაც იყო, ფაქტიურად დადგა და დაიწყო ახლა ამ მოქმედება, ხო? ამ ეტაპზე ახლა როგორც მიმდინარე პროექტები მეტნაკლებად გრძელდება, ერთადერთი ვიცით რომ სადაც ჩვენც ახლა ფერმერთა ასოციაცია ხშირად თანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, ხო? ეს ჩვენი მოვალეობა რომ ფერმერსა და სახელმწიფოს შორის ვიყოთ და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ფერმერების ინტერესების ადვოკატირება მოვახდინოთ, ხო? ამ კუთხით ფაქტიურად შეჩერებულია სახელმწიფოს დაფინანსებები დონორების მხრივ, რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო სექტორს და კერძო სექტორს, ამაზე, რამდენიმე პროექტი თავს იკავებს, აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეჩერებული, ასე ვთქვათ, გარკვეული პერიოდით და რაც თავარია, არ ვიცით რა იქნება მომავალში. გაჟღერდა რომ სამოქალაქო სექტორზე იქნება დაფინანსებები, თუმცა არ ვიცით რა როგორანაირად, ხო, ამ კუთხით და ძალიან რთული იქნება ასევე მუშაობა, როგორც გითხარით, იგივე ფერმერებთან ამ კუთხით, იმიტომ რომ ძირითადად ასეთი ფინანსები იქნება ეს თუნდაც ევროკავშირიდან, იყო აგებული და არის აგებული იმ დღის წესრიგზე, რაც არის ევროკავშირის დღის წესრიგი, ხო? ხარისხის გაუმჯობესება, ეს არის, ასე ვთქვათ, მწვანე ტრანზიციაში დახმარება, რაც არის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის დღის წესრიგი, ხო, რაც არის საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოში. ეს უნდა ვაღიაროთ და იქითკენ მიდიოდა ჩვენი სექტორი და დღეს ძალიან რთული იქნება, ასე ვთქვათ, თუნდაც ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. კი ბატონო ნუგზარ, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს და აი ამ შექმნილ ვითარებაში ახლა რა ბერკეტებია ბიზნესის ხელთ, რომ რაღაცა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. აი რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კერძო სექტორის ხმა ისმოდეს, საკმაოდ ხმამაღლა და მათ შორის ღიად ვსაუბრობთ იმ ეკონომიკურ რისკებზე, რასაც გვიქადის ხომ ეს პოლიტიკური პროცესები. კი ბატონო, რისკები ძალიან დიდია, იქიდან დავიწყებ, რომ ჩვენი სექტორი, თქვათ, საუკეთესო პერიოდში მობილიზებას აკეთებდა 9 მილიარდი დოლარის, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ბრუნდებოდა, შემოდიოდა საქართველოში. ეს რითი უნდა შეივსოს, არავინ არ იცის. კიდევ გარკვეული ბიზნესებია, რომელიც არანაკლებ კი არა, უფრო მეტსაც აკეთებდა. თქვათ, ჩვენ პეროშენადნობები სამეულში შევდიოდით ყოველთვის და ეს სექტორი თუ აღარ იარსებებს, ძალიან გაუჭირდება ქართულ ეკონომიკას. რაშია გამოსავალი რა უნდა გაკეთდეს. ბიზნესმა თავის სათქმელით ორი კვირის წინ დაიწყო ეს ზუსტად თქვენს ეთერში. გარკვეულ შედეგს მიაღწია საზოგადოებამაც და თქვათ თავრობამაც იმაში, რომ თქვათ ის საშინელება აღარ ხდება და ის ძალადობა იმ მასშტაბებით აღარ გრძელდება და დამშვიდა დეესკალაცია მოხდა გარკვეულწილად სიტუაციის არსებობს რამოდენიმე ვარიანტი. ახლა ბიზნესმენებს საკმაოდ რთულ პირობებში გვხვდებოდა ყველა დროს მოღვაწეობა, მუშაობა, ბიზნესის კეთება. ახლა იმის თქმა, რომ მსხვილი ბიზნესი როდესმე საქართველოში თავისუფალი იყო, ეს არის ტყუილი. არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის პრობლემები ჰქონდა, ყოველთვის დამოკიდებული იყო მთავრობაზე. გადაიდგა პირველი ნაბიჯები იქეთკენ, რომ მართლა გახდეს ბიზნესი თავისუფალი და ჩვენ ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება ჩვენ შვილებთან ერთად, სადაც ბიზნესი იქნება თავისუფალი. გაკეთდა ეს პლატფორმა, სადაც შეუძლია ყველას დააფიქსიროს თავისი პოზიცია. მე ერთი რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა ამ პლატფორმაზეც, ხეცით რა ელოდება ყველა რომ აი დასრულდება ახლა ეს გამოკითხვა და აი ვინ საით არის, როგორ არანაირად არის. მინდა თქვა ერთი რაღაც, რომ ამ ბიზნესშიც არსებობს ხალხი დღემდე
ვისაც გულწრფელად ჯერა რომ მთავრობა მიდის სწორი მიმართულებით. ერთი. არსებობს კატეგორია ხალხის და ბიზნესმენების, რომლებსაც ეშინიათ და საკმაოდ დიდი არის. ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ესე ადვილი არ არის შენი აზრის გამოთქმა. ჩვენ შვეიცარიაში ვცხოვრობ სამწუხაროდ. ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. პლუს არსებობს ალტერნატიული აზრი. ვიღაცას ექნება, შეიძლება კონდეს და მე თქვენი ეთერით მინდა თქვა გიორგის მოუწოდო, რომ თქვა დააფიქსიროს ყველამ თავის აზრი და რაღაც ველი გაჩნდეს იქ, რომ იქნებ რამე ალტერნატიული ვიღაცამ შემოგთავაზოს. თქვა აი საფიქრალად მე გეტყვით პირდაპირ აი რეფერენდუმი გვინდა თუ არა ახალი არჩევნები. და ერთი რამე ყველას მინდა მივმართო, რომ ყველა ძალისხმევა გავაკეთოთ იმისთვის, მინდა მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს არის მშვიდობიანი მანიფესტაცია, მინდა შევახსენო მთავრობას, რომ არავინ გადატრიალებაზე არ საუბრობს, არავინ რევოლუციაზე არ საუბრობს, ყველა თხოვს მთავრობას, რომ შენ გაანთავისუფლე პატიმრები, შენ ჩაატარე ახალი არჩევნები. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიგოს მთავრობა. კი ბატონო. უღმესი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ნუგზარ კევლიშვილი, ფეროშენადნობდა ასოციაციის ხელმძღვანელი, რატი კოჭლამაზაშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე და მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში.